ახლა დღეს ჩვენს უფრო მოზრდილ სტუმარს მინდა ვკითხო, წავიკითხე მისი ბიოგრაფია, უკვე მწერალია ჩვენი სტუმარი, უკვე საკმაოდ დიდტანიანი 400 გვერდიანი წიგნი აქვს გამოცემული და ეს ბატონი გახლავთ ერეკლე ბეჟუაშვილი 14 წლის და ერეკლე ვინ ხარ? მოგვიყევი. ამ წიგნის სახელი არის ტიბეტური საგანძური და მოიცავს 420 გვერდს. ამ წიგნის წერა დავიწყე, როცა ვიყავი 12-13 წლის. თუმცა ხარ რამდენი წლის ხარ შენ? 14-ის ვარ ახლა და სიმართლე რომ გითხრათ, ამ წიგნის წერა დავიწყე მე, როცა ვიყავი 9 წლისა. მაგრამ ერთი გვერდი დავწერე, მერე ეს იდეა მიმავიწყდა და გადავდე ეს საქმე გვერდით და წლების შემდეგ მოვიცალე 2023 წელს. იქიდან მივყევი ეს ზაფხული მქონდა დრო, როცა სკოლა არ მქონდა და შესაბამისად მეტი თავისუფალი დრო მრჩებოდა და უკვე შედგა ეს წიგნიც. წიგნი თვითონ შეეხება მე-19 საუკუნის ვიქტორიანულ ეპოქას ინგლისელ მეცნიერებზეა. ჩვენ აქ ვინც ვართ ყველანი ასევე გვაერთიანებს საბუნებისმეტყველო საგნების სიყვარული, აგერ თომა ყავდა წეღან ჩვენ, ხო? და დავინახეთ ასეთი მცირეწლოვანი ბავშვი, როგორ ძირფესვიანად იცნობდა მსოფლიო გეოგრაფიას. თვითონ ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ რაც უფრო ღრმად შევისწავლით ნებისმიერ მეცნიერებას და განსაკუთრებით ამ საბუნებისმეტყველო საგნებს, მით უფრო დიდი და მით უფრო მყარი ნაბიჯების გადადგმა შეგვეძლება სამომავლოდ. ეს წიგნიც ზუსტად ამაზეა. რა ჟანრშია წიგნი დაწერილი? სათავგადასავლო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია. თუ აპირებ მწერლობის გაგრძელებას? საერთოდ მიზანი ადამიანისა, რომელიც იბადება მით უმეტეს საქართველოში და მას აქვს თავისი მიზნები, თუნდაც ოცნებები დავარქვათ ამას. ხშირად მისი საქმიანობა არ იფარგლება ერთი სფეროთი. არასდროს არ შეიძლება რაღაცას შევხედოთ ცალფად, უნდა გქონდეს მრავალმხრივი აღქმა. და აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ადამიანის მთავარი მიზანი არის პირველ რიგში შეცვალოს საკუთარი თავი, თვითონ რო შეიცვლება მისი ოჯახიც, შეიცვლება მისი საახლობლო, მერე მთელი ქალაქი შეიცვლება, მერე მთელი ქვეყანა. ბოლოს ადამიანს შეუძლია შეცვალოს მთელი დედამიწაც. ოღონდ ერთი რამეა, რომ თავის თავიდან უნდა დაიწყოს. ხშირად ეს თან რიგი ერევათ ხოლმე. და როცა ამას გააკეთებ შენ, ხვდები რომ ეს შეგეძლო ბევრი გზიდანაც. ბევრი მრავალი გზა არსებობს საიმისოდ, რომ შენ შეცვალო საზოგადოება, შეცვალო საკუთარი თავი. მარტო მწერლობით არ შემოვიფარგლები. კიდევ ბევრი საქმეა. და მოკლედ რო ვთქვა, რაც დასჭირდება ქვეყანას კონკრეტულ მომენტში, აი იმას გავაკეთებ. შენი სმენით ძალიან ვივსები სიამაყის გზნობით, რომ ასეთი მოზარდები ყავს ჩვენ ქვეყანას, რომლებიც ესე აღროვნებენ და მადლობა შენ ამისთვის. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. აი სანამ ამ სტუდიაში ჩაწერას დავიწყებდით ჩვენ, იყო ორი არასრულწლოვანი. ერთი ვიყავი მე და ერთი ოთო ბაზერაშვილი. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ მეც და ოთოც ვსწავლობთ თელავის პირველ საჯარო სკოლაში. მეფე ერეკლეს სახელს რომ ატარებს და მეფის ნაჩრდილარშია. აი ეს ფაქტი უკვე თავისთავად ცხადია, რომ იმას ფენს ნათელს, რომ თვითონ ეს სკოლა რიგითობითაც პირველია და საკუთარი სიმაღლითაც. და ახლა რაც შეეხება თვითონ წიგნს, რა კი ესე დაგაინტერესათ ჩემმა წიგნმა, აუცილებლად მინდა რომ გისახსოვროთ თითოეულ წამყვანს. და მაგარია. და სწორედ აი ესეთი ისტორიული ხელმოწერის ფონზე, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ ესე იქნება, იმიტომ რომ ერეკლე აუცილებლად დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. Prime Show ზუსტად ერთი კვირით მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებად და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ყველა ბავშვს, როგორც სტუდიაში მყოფებს, ასევე ეკრანთან და ეკრანს მიღმა მყოფ ბავშვს უსურვებ ბედნიერ, მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას.